მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Ახლა უსმენდი თამუნა გამყრელიძეს, პროექტში მინდა მივესალმო თამუნასნაირი ადამიანების შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში, უფრო აქტიურად. ჩემი კარგი მეგობარი და შესანიშნავი პატრიოტია და ძალიან მიხარია, რომ ახლა უსმენდი და ძალიან დადებით და სწორ შინაარს ვისმენდი მისგან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, მე ვფიქრობ ძალიან პატრიოტული, ძალიან პრაგმატული. რასაკვირველია ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვართ ჩართული იმ ძალიან მნიშვნელოვან საერთო საქმეში, რაც არის ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასრულებისთვის ბრძოლა, რადგანაც ყველა დღე ამ ხელისუფლების მართლობის პირობებში არის ანტიქართული დღე, უკან გადადგული ნაბიჯი, განადგურებული საგარეო პოლიტიკა, განადგურებული რეპუტაცია, უფრო მეტად გაღარიბებული და დამშეული ერი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები და დაკარგული პერსპექტივა. ნუ პერსპექტივის დაკარგვას განმარტებას აღარ ჭირდება, ხო? აი, სომხეთი გვისწრებს 20 თავით საგარეო პოლიტიკაში აზერბაიჯანი დებს იმ სტრატეგიულ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდა და დავკარგეთ 2024 წელს ქოცების ავი ქმედებების გამო. შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ რაც შევა დროულად და მშვიდობიანად დასრულდეს ივანიშვილის მართლობის სამარცხვინო ანტიქართული წლები, გადავფურცლოთ აი ეს ჯოჯოხეთური გვერდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დავიწყოთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ამ პროცესში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ იმ საერთო მიზნით გაერთიანებული, რითაც არის არათუ პარტიები, არამედ სრულიად ქართველი ერი გაერთიანებული და რაც შეეხება რაღაცა განსხვავებული ტიპის ფორმატებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ერთობები არ უნდა იყოს მექანიკური, ერთობები არ უნდა იყოს ერთობისთვის, არამედ ერთობა ჩვენი აზრით და ჩვენი ამომრჩევის აზრით არის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა მიაღწიო კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს. სხვანაირად მე ის კი არ მაინტერესებს ერთობის წევრი ვიქნები თუ არა. მე მაინტერესებს მიზანს ვაღწევ თუ არა. აი მცხად და მკაფიო მიზანს, რაც არის ივანიშვილის რუსული მთავრობის დასრულება მშვიდობიანად. და ჩემთვის ერთობა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ პროცესში. მაგრამ მე თუ მივიჩნევ, რომ აქ და ახლა არსებობს სხვა ბევრად უკეთესი ინსტრუმენტები, მე გამოვიყენებ ამ ინსტრუმენტს და ჩვენ მივიჩნევთ, რომ მექანიკური ერთობა არ არის ამ მომენტში ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. ჩვენ ისიც გვახსოვს ძალიან კარგად, რომ არაერთმა მცდელობამ იქნებოდა ეს პრეზიდენტის ქარტია, გულისხმობ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მის ქარტიას და ამ ქარტიის ირგვლივ არსებულ ფორმატს. იქნებოდა ეს ჩვენი ინიციატივა, რაც იყო საერთო სახალხო პარლამენტის შექმნა. იქნებოდა ეს ასევე ჩვენი ინიციატივა ერთიანი არაპარტიული ეროვნული ერთობის შექმნასთან დაკავშირებით. ამ იდეებმა სამწუხაროდ განიცადა კრახი. ისინი ან ცოტა ხნით არსებობდა, ან არსებობდა და დაიშალა, ხო? ამა თუ იმ მიზეზის გამო და ამის ანალიზში აღარ შევალ. მაგრამ ფაქტია, რომ ნდობაზე დაფუძნებული პროცესი თუ არ გვექნა და ამავე დროს ფაქტია, რომ ჩვენ გავგვიჭირდა, ხო, გარკვეულ პერიოდებში ნდობაზე დაფუძნებული პროცესის შექმნა, ხო? მე თითის გაშოვის პოლიტიკას არ ვაპირებ, ნამდვილად ჩვენ ძალიან შორს ვართ ამისაგან, მაგრამ ნახეთ, რომ ნდობაზე დაფუძნებულმა პროცესმა ვერ გაამართლა სამწუხაროდ, ნდობამ ვერ იმუშავა, ხო? იმიტომ რომ შინაარსობრივი ერთობები არ იყო საკმაოდ განვითარებული და მექანიკურად იქნებოდა ესა თუ ის ერთობა და ამან შედეგად მოგცა რა დღევანდელი დღე, როდესაც არაერთხელ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც კრიზისიდან გამოცვალს ეძებს, გაუწრო და იმედებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთით მეტ ასეთი მექანიკური, როგორ ვთქვათ, გაერთიანების თუ რაღაცა კოორდინაციის ნაწილი. ჩვენ გვინდა შინაარსობრივი, კონკრეტული, საქმიანი ფორმატები და თუ რაღაც რომელიღაც ამოცანაზე და ჩვენ განცხადებაში თქვით ძალიან მკაფიო, თუ რომელიღაც კონკრეტულ ამოცანაზე იქნა მეტი თანამშრომლობის საშუალება, ჩვენ ყოველთვის გევიხებთ და მოვისმინოთ, რასთან გვაქვს შეხება, მაგრამ არამედ არ ვაპირებთ, რომ მექანიკურად რაღაც გამოვაცხადოთ, რასაც დიდი დღე არ ეწერება ნდობის დეფიციტის, სამწუხაროდ დეფიციტის პირობებში და ერთსაც დავამატებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ქალბატონ სოფო ალტერნატივის არსებობა. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ. ივანიშვილის ოპოზიციის არსებობა. არა, ივანიშვილის თავისთავად, ივანიშვილის ალტერნატივის თავისთავად, მაგრამ ასევე ალტერნატიული განსხვავებული პლატფორმის, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არის მრავალფეროვანი, მრავალგვარი და თუ პოლიტიკური პროცესი და ის მენიუ, ასე თუ ვიტყვით, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენ პოლიტიკოსები, ჩვენს ქართულ საზოგადოებას არ იქნება შესატყვისად მრავალფეროვანი,
ამით წავაგებთ ჩვენი ბრძოლა. არჩევნების წინ კი შესაძლოა, მაგრამ ეს ხომ არ არის არჩევნები მოიტანოს პოლიტიკურმა პროცესმა. ივანიშვილი ისეთი ტემპით იღებს რეპრესიულ კანონებს და ისე ვთქვათ, იმარაგებს ფულს თუ კრიპტოვალუტას, მას არაფერი ეტყობა, რომ არჩევნების ჩატარებას გეგმავს. კარგით, ეს თქვენი არჩევანია. მას არ ეტყობა. ნახეთ, ვუპასუხებ მაგასაც თქვენებად, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხებით, ძალიან სწორ საკითხს ეხებით. პირველი პოლიტიკა ყოველთვის არის არჩევნებისთვის ბრძოლა და წინასაარჩევნო ბრძოლა. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ამიტომ მე ვფიქრობ, მუდმივად ვართ და უნდა ვიყოთ თუ არ ვართ, აი სწორედ იმ მოდულში, როდესაც მართლა საარჩევნო გზით ემუშავები, საარჩევნო ენით ემუშავები მათ შორის. არჩევნებისთვის ვიბრძვით. ამას მარტო მოგება არ შეუძლია, მაგრამ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ალტერნატივის არსებობა მნიშვნელოვანია, თუნდაც 8%-ის მიღება ერთი პარტიის მხრიდან და მერე შეგროვება ამ პროცენტების, ვიდრე ერთი მოძრაობის არსებობა, რომელიც მიიღებდა ჯამში ოპოზიციის ხმით. თუ პროცენტებს უნდა შევეხოთ, მე შეგახსენებთ, რომ ლელო არის მე ვფიქრობ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვევიდან ზევით გაიზარდა, ხო? დაიწყო. როგორც არის ევროპულ დემოკრატიებში დაიწყო დაახლოებით 3%-ით და ბოლოს მანდაც მოვალ. ბოლოს ჩვენ გონდა გაყალბებულ არჩევშიც კი 3-ჯერ მეტი მხარდაჭერა. ეს გვაჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება მიყვება იმ პოლიტიკურ პროექტს, საზოგადოების ნაწილი, ხო? 10% არ არის, ხო? ცოტა. ნამდვილად არც ერთ ევროპულ დემოკრატიაში მათ შორის. ამის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, თქვენ ამბობთ, რომ არ დარდება ეს, მაგრამ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის 10%-იანი პარტიები ქმნიან ხოლმე იმ ეროვნულ კოალიციებს, რომელიც მართავს ევროპული კავშირის წევრთა ნახევარს. კი, ვიციო, ჩვენ არაორდინალურ ვითარებაში ვართ, მაგრამ მე ღრმად მწამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამაზე მაბადია სხვადასხვანაირი აზრი არის ხოლმე ოპოზიციაში. მე მწამს, რომ 2024 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ვერ დავიცავით ხმები. მაგრამ ხმების მოყვანის კუთხით ჩვენ, ანუ 4 პოლიტიკურმა ოჯახმა შევძელით არნახული ოდენობით ქართველის ამორჩევის მობილიზება. რატომ შევძელით ეს? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ტიპის ამორჩევას ვესაუბრებთ. ჩემი ამორჩეველი ვიღაცას არ აძლევს ხმას, მაგრამ მე მაძლევს ხმას. და მე ვინც მაძლევს ხმას, ბევრია ასეთი ამ ქვეყანაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები არ იყო ისეთი სახარბიელო. მე მესმის, რომ თქვენ ამბობთ, რომ ეს ორი არჩევნები ერთმანეთს არ დადება. ნახეთ, არ იყო სახარბიელო ბოიკოტის გამო, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ადგილობრივ არჩევნებს 2017 წლის ლელო ძლიერი საქართველოს ხმები გაორმაგდა. როგორ არის ხო გაორმაგდა 100,000 ხმა მივიღეთ, მაშინ 47,000 ქონდა თუ სწორად მახსოვს 47,000 ქონდა 2017 წელს. ჩემი პარტიისთვის გაორმაგება იყო იმ მუნიციპალურ არჩევნებზე რა ფონზე რომ ხოცები გვესხოდნენ თავს და კიდევ სხვა ძალებიც გვესხოდნენ თავს. დავთვალოთ მოდი. არნახული ისტერიკის ფონზე ქალბატონო სოფო ჩვენ გავაორმაგეთ ხმა. არნახული ისტერიკის ფონზე. პოლიტიკურ შედეგი არ ითარგმნა ბატონო გრიგოლ საერთო ჯამში. არ ითარგმნა, იმიტომ რომ სახში დარჩა ნახევარი ოპოზიცია, მაბათეთ, მაგიტომ არ ითარგმნა და შემდეგზე თუ არ დავჩებით სახში და გამოვალ და ვიბრძოლებთ და ერთმანეთს კი არ დაუდებთ ფერს, არამედ ყალიბება, ხო მეთანხმებით ამაში, ან ისე უნდა ყოფილიყო, ან ერთიანი პოზიციის არ ქონამ დააზიანა მაშინ არჩევნების წინასაარჩევნო და შესაბამისად ახლაც ვისწავლოთ და ეხლა კონდეს ერთიანი პოზიციები სადაც შევსდეთ და ვიბრძოლოთ, სახში არ დავჩეთ, იმიტომ სახში დარჩენით არც საფუძველშივე არ ეთანხმებით რაღაც ერთობას შესაბამისად, აი ნახეთ, ახლაც იგივე პროცესს ხომ არ ვადევნებთ თვალყურს, თქვენ საფუძველშივე არ ეთანხმებით ერთობას, რომელიც შესაძლოა არ გამოვიდეს, მაგრამ რაღაც შანსი ხომ არის, რომ გამოვა. საფუძველშივე ანუ საფუძველშივე ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ გარემოს ვიღებთ ჩვენ, ხომ? ეს არ იქნება კვლავ პოლიტიკური გარემო, სადაც ერთი აზრი იქნება არჩევნებში შესვლა, არ შესვლასთან დაკავშირებით თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამით წააგო მაშინ ოპოზიციამ. ახლა რა გარანტია გაქვთ, რომ ახლაც ეს ფრაგმენტაცია ხელს შეუწყობს პროცესს და არა პირიქით? დია. მე არ ვარ ფრაგმენტაციის მომხრე როგორც ასეთი, მე ვარ კონკრეტულ ამომრჩეველთა ბრძოლის მომხრე, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გზა და მე მაინტერესებს არა ერთობა ერთობისთვის, არამედ ივანიშვილის განდევნა. იმიტომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და თუ ივანიშვილს არ დავამთავრებთ, უარესში ვიქნებით.
აბსოლუტურად, ხო? ამიტომ ეს მაინტერესებს აქედან ამოვდივარ და თუ მე ვიცი, რომ ეს აგზა არის სწორი, მე აგზას გავყვები, იმიტომ რომ ერთობა ერთობისთვის კი არა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ივანიშვილის განდევნაა მთავარი და თუ მე მათემატიკაც, წარსულიც, ემპირიული გამოცდილებაც, საღიაზრის და ლოგიკაც და ევროპის გამოცდილებაც და ავტოკრატიების გამოცდილებაც, ყველა გამოცდილება თუ მეუბნება, რომ ყველა უნდა იმუშაოს ტარგეტებულად თავის ამომრჩეველთან და ეს არის სწორი, მე აუცილებლად მივყვები ამ გზას. იმიტომ რომ ჩემი ეს გზა გავა მიზანთან. თუ ვიცი მიზანთან ეს მიდის, ამას მივყვები, კიდე მეგონოს სულ სხვა რაღაცა სწორი, როგორც ამ შემთხვევაში ეს გონია სწორი. აქვე გეტყვით, ხო? მაგრამ რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას, ხო, ნდობის კრიზისი შეიქმნა არაერთხელ. მე არ მინდა თითქოს არ დავიწყებ თითის გაშლის პოლიტიკას. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ რაღაც ბრაზით, წყენით, შორს ვართ ამისგან. ჩვენ ვართ მზად, რომ ყოველთვის ვიყოთ იმ სწორი საერთო შინაარსით შეკრული, რაც არის ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ გაგვაჩნია ჩვენი წილი ხედვა იმისა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს როგორც ალტერნატიულმა დამოუკიდებელმა სუბიექტმა და ვიმეორებ თუ რომელიღაც კრიტიკული სიტუაცია რაღაც ფორმით მოითხოვს კონკრეტულ სამუშაო ფორმას, კონკრეტულ რაღაც ჩვენ ღიავად რომ მოვისმინოთ. კი არ მომხდარა, არავის არ მოусვენ და რაღაცა ჩავიკეთეთ, არა, პირიქით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა მექანიკურ ერთობებს ხელს უნდა უწერდეთ და კიდევ ერთი თუ ნდობაზეა საუბარი და რაღაცა ერთობის შენებაზე, მოდი ეს დაიწყოს პირველ რიგში იმ ძალებმა, რომელიც წარმოადგენდნენ ერთ დროს ერთ პარტიას და ზოგ შემთხვევაში ერთ ხელისუფლებას, ხო? ჩვენ არ წარმოადგენთ ამ ხელისუფლებას და ამ ძალას და მოდი იქ რომ დავინახავთ აი ნდობის შენების პროცესს, იქ რომ დავინახავთ, რომ იქ შეძლეს და გამონახეს საერთო ენა, თუ დავინახავთ არ რომ მე დარწმუნებული ხო, არ ვიცი, აბსოლუტურად ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, აი გამოჩნდება ხო მალე, მაგალითად 4-იანი და 5-იანი არის მზად რაღაც მეტი ერთობისთვის. ხო, მოდი მან დავიწყოთ, ხო? იმიტომ ერთი პარტია იყო ეს ხალხი, ხო? და კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღეს დამოუკიდებელია. აი იქ რომ დავინახავთ ნდობას, ეს უკვე რაღაც ერთი ნაბიჯი იქნება, ხო? იმიტომ ჩვენ გვაქვს ვიმეორებ. ჩემი პოლიტიკური ძალა ყოფილა არაერთხელ ინიციატორიც, მონაწილეს და ბოლო დარჩენილი წევრიც ერთობის ფორმატების. ბოლო ყოფილად ის ბოლომდე იქ ვიყავით. ხან ერთი გავიდა, ხან მეორე გავიდა, ხო? ჩვენ ნახეთ, არაერთხელ. ხან ბოლოტველი პარტნიორი პარლამენტში შევიდა და ასე შემდგომ მესმის, კი მე არ ვაპირებ სახელებზე და გვარებზე ლაპარაკს. შემიძლია, მაგრამ არ ვაპირებ. იმიტომ მე ბევრად უფრო წინ ვიყურებ. ჩვენ ერთად უნდა შევხვდათ ერთიანი კოალიციური კაბინეტი თუ ქართველი ხალხი ასე ინებებს, ხო? მაგრამ ნახეთ ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 3 და 4 სხვა ფორმატი გქონდა, ნდობა ჩავარდა და ჩვენ არ ჩაგვიგდია ეს ნდობა, ჩვენ არ დავსხევართ თავს არავის, არც ერთხელ ჩვენ დავიცავით ყოველთვის კეთილსინდისიერი ბრძოლის მეთოდები. ყოველთვის იგივე სვერტყვი ყველაზე. ჩვენ დავიცავით ეს წესები. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ ჩვენს ამომრჩეველთან ერთად მუშაობას იმ ძალიან კაფეო ალტერნატივის გამოსაკვეთად, რაც ასე ძალიან არის საჭირო. ამ პრინციპით ხალხმა რუსთაველზე გამოსვლა დაიწყო, ბევრჯერ შეავიწროვეს, მაგრამ ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში და ბევრჯერ ეცდება საკუთარი მიზნის მიღწევას. ის რომ თქვენ ერთხელ სცადეთ, ორჯერ სცადეთ, სამჯერ სცადეთ და არ გამოგივიდათ, ეს არ არის კარგი არგუმენტი ისეთ შემთხვევაში, როცა ხალხი წელიწად ნახევარია ცდილობს. ამიტომ კიდევ ერთხელ იქნებს სცადოთ. რა თქმა უნდა, ეს სხვა საქმეა, რომ თქვენ პოლიტიკურად კი ბატონო. ნახეთ, ხალხო, პოლიტიკური დევნის პირობებში ჩემი ორი კოლეგის, ლიდერის და მეგობრის მიმართ უკვე მესამეჯერ აღიძა სისხლის სამართლის საქმე. შევა მეოთხედ, მესამედ მინიმუმ, მესამე. არხები ციხეში არიან ახლაც. დეა. ხო, კი ბატონო და ისინიც იყვნენ და კიდევ მემუქრებათ იგივე, ხო? ანუ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენც ზუსტად იგივენად ვიქცვით, როგორც ყველა ქართველი პოლიტიკური ცვლილების. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიყო მექანიკური ერთობის წევრი, ერთობა ერთობისთვის, რომელიც შევა ვიცოდე, რომ არ მიდის ივანიშვილის დამარცხებისკენ და მე რატომ უნდა ვიყო რაღაცის წევრი, რომელიც ღრმად მწამს, რომ ჩემი მონაწილეობით არ მიდის იმისკენ, ვისგან უნდა მიდიოდეს. ეს ერთი. მეორე, ნდობა თუ არ იქნება, არა აქვს აზრი რაღაც ფორმატების შექმნას. და ჩვენი სურვილის წინააღმდეგ ჩვენ თავაზობთ არაერთხელ ერთობის ფორმატებს ნდობის პროგრამა არ იმუშავა მეტაფიზიკის და ჩვენ ვხედავთ რომ ყალბი მექანიკური მოლოდინების შექმნა აწილებს საზოგადოებას, ამიტომაც ვამბობთ რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი, არავითარი мотиваცია და არავითარი პრაგმატულ სარგებელს არ ვხედავთ ამ ბრძოლისთვის. ჩვენთვის კი არა, ამ ბრძოლისთვის. კი ბატონო, რა შეეხება მექანიზმებს? ამით არ მივა იქ მე არ მაინტერესებს ის გზა, რომელიც არ მიდის
ივანიშვილის პირობიან დაწვრილებამდე არ მაინტერესებს. ეუთოს მისიის ფარგლებში, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი და დასკვნა, რომელიც დიდი ალბათობით იქნება რეალობის ამსახველი და ეს რეალობა ჩვენ პირდაპირ ეთერებში გვაქვს ნანახი. ეს რამდენად ძლიერი მექანიზმია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თქვენი აზრით? ეს არის ძალიან ძლიერი მექანიზმი. დავიწყოთ იმით, რომ ეს მექანიზმი არ გამოიყენება რუტინულ დიპლომატიაში, ის არ გამოიყენება ჩვეულებრივ შემთხვევებში. ეს მექანიზმი გამოიყენება ისეთ შემზარავ უფლებრივად, ადამიანის უფლებრივად შემზარავ კონტექსტებში, როგორც არის 90-იანების ბალკანეთი და ხა იქ ყველა მისიის ახდებოდა, ხო? ბალკანური ომების დროს და დიქტატორების მიერ რატების დანაშაულები და ეთნოწმენდები იყო მოწყობილი. აი ესეთ კონტექსტებში გამოიყენება და ჩემთვის არის უდიდესი მწუხარების საგანი, რომ 2026 წელს საქართველოს არის იმ არნახულად დაბალ ნიშნულზე დაცემული, აი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, როდესაც ასეთი ფორმატი გამოიყენება ჩვენს მიმართ, რა ხდება სომხეთში, რა ხდება აზერბაიჯანში, აღარ ვახსენებ მოლდოვას, აღარ ვახსენებ საერთოდ მსოფლიოს, როგორი გადალაგება, როგორი ინოვაცია, ყველა ცდილობს რომ პოლიტიკურ დასავლეთთან ახლებურად დალაგდეს, იმიტომ ყველა ძალიან კარგად ესმის და დღეს სალომე სამადაშვილი ძალიან სწორად წერდა ამასთან მიმართებით, ყველა ძალიან კარგად ესმის რომ ევროპული კავშირის პრიორიტეტი არის ცივი ომის დასრულების რაღაცა ერთიანი ზავის, ერთიანი მოდელის შემუშავება, რომ არა მარტო უკრაინაში გადაიჭრას კონფლიქტი, არამედ მომავალში აღარ იყოს პოსტცივი ომისეული კონფლიქტები. და აი ამ დროს, ნაცვლად იმის, რომ ჩვენ რაღაცა ეროვნულ პოლიტიკას ვატარებდეთ, მართლა მშვიდობაზე ფიქრობდეთ, მართლა კეთილდღეობაზე ფიქრობდეთ, ამის მაგიერ ჩვენ დღეს ვართ სრულ ჭაობში და იზოლაციაში ჩაძირული და აი ამის გამოხატულება, რომ მოსკოვის მექანიზმს გვიგზავნიან. კარგ დელეგაციას კი არ გვიგზავნიან. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი კი არ ჩამოდის. მოსკოვის მექანიზმი ჩამოდის, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს კაციჭამია რეჟიმების კვალდაკვალ და იმის გაგრძელებად აქ რას ჩადიოდა ხარებასნაირი ადამიანები, რომელიც პირდაპირ გვინახავს და ჩვენს თავებზე უკვე გამოცდილი პირდაპირ ღია ეთერში სახეში უთყამდნენ თავიანთ შავ ჯიპებთან ადამიანებს და წაქცეულ ადამიანებს უთყამდნენ 30 კილოიან ფეხსაცმელს. ხო, აი ეს უნდა გამოიკვლიოს და ამას ეკრება ძალიან ძალიან დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური ფასი ამ რეჟიმისთვის. კი ბატონო და მინდა გამოხმაურება გთხოვოთ იმ კრიმინალური ქვეყნის იმიჯზე, რაც ამ ბოლო დროს აქვს საქართველოს. ფაქტობრივად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი არათუ მკვლელობებს უკვეთავდა, არამედ აი მაგალითად ახლა ცოტა ხანში ელისო კილაძის პროცესი იწყება, სასამართლო პროცესი. გვეუბნებიან, რომ ესე იგი კოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ორგანიზებული ჯგუფი 10 წევრის მონაწილეობით, რომელსაც მფარველობდა ოთარ ფარცხალაძე. ეს საქმე გავხსენითო, 5 წელია იყო დუმილი ვიდრე ნიკო კვარაცხელია საქმეზე რაიმეს გვეტყოდნენ და ყველაფერი ამასთან ერთად გუშინ გიორგი ბაჩიაშვილი გათავისუფლდა იმ ძალიან რთული შემდგომ, რომელიც მას ივანიშვილმა პერსონალურად გამოატარა. მინდა შეფასება გთხოვოთ, რა ტიპის სახელმწიფო ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა და თუ არ მიაღწიეთ პოლიტიკურ მიზანს მალე რა ელისას ეს ქვეყანას? აბსოლუტური სიკვდილი სამწუხაროდ როგორც სახელმწიფო ჩვენ გვხვდებით ჩვენ ჩამოვხდით ანტი-სახელმწიფოდ აი ყველაფერი რაც ეხლა ხდება არის სახელმწიფოებრიობის იდეის არცის და პრაქტიკის წინააღმდეგ პირველი არის რომ მართლმსაჯულება არ არსებობს ან არ არსებობს არავითარი ტრიბუნალი რომელთანაც რაღაც აპელაცია გექნება რომელიც დაგიცავს როგორც მოქალაქეს და თუ იმას გონია რომ პოლიტიკურად აქტიური თუ არ არის მას სხვანაირად შეეხება სასამართლო ის ცდება უბრალოდ ილუზიაშია მაგრამ მე მგონი ილუზიების დაიმსხვა ახლა ხედავთ ხარებაშვილის ციხეში ლილუაშვილის ციხეში ეგ კიდევ სხვებს ელოდებათ ციხე და კიდევ დიდ ბობოლა ქორცებსაც მალე ვიხილავთ მათ გვერდით ხო ეს არის კობახიძის კურსი ლეგალისტური ავტოკრატია მე დარწმუნებული ვარ ის ამ მოდელს მიყვება და დარწმუნებული ვარ მას ესმის ეს მოდელი და ამიტომაც მიყვება ამ მოდელს ამიტომაც ხო ჩვენ როგორც სახელმწიფო აღარ ვარსებობთ ეს არის დუქანი მარტივად თუ ვიტყვით სადაც უბრალოდ აი ეს აღებმისცემობა გარიგება ვაჭრობა ალაგებს ყველაფერს შენ პირადად ბიძინა ივანიშვილთან უნდა დაალაგდე უნდა ივაჭრო მას უნდა მოეფერო მას უნდა დაუყავო ის უნდა შეაქო მის დაბადების დღეზე უნდა ესე იგი ხტოდეს სიხარულით ეს არის ჩვეულებრივი აი არ ვიცი სულთანსაც არ შევანდარი ხო სულთნები ბევრად უფრო დახვეწილი ხალხი იყო ხშირად ხო არ ვიცი აი რაღაცა კვაზი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია რომელიც ფორმალურად სადღაცაც არის სუვერენულ სახელმწიფოდ გაფორმებული
ჯერ კიდევ, მაგრამ არც ერთი ნიშანწყალი სუვერენული სახელმწიფოებრიობის, რაც პირველ რიგში არის საკუთარი სუვერენული ხმისფლობა, საგარეო ხმისფლობა, კანონის აღსრულება, რიგი სტანდარტების დაცვა, აქედან არაფერი დაგვრჩა. აბსოლუტურად. ეს არის ბიზნეს ბოსტანი, რომელშიც როგორც უნდა ისე ჩარგავს, ისე გადარგავს, თუ უნდა გადაწვას და გადაბუღავს, თავად თვითონ იყოს კარგად. ეს არ არის სახელმწიფო, ამიტომაც ჩვენ მივიღეთ ანტისახელმწიფო თავისი არსით, თავისი მდგომარეობით და თუ ასე გაგრძელდა და თუ ჩვენ ყველამ ერთად არ შევცვალეთ ჩვენი სწორი ბრძოლით და შრომით, არაფერი არ მოხდება, უბრალოდ მოკვდება ქართული სახელმწიფო, მეტი არაფერი არ მოხდება. საერთოდ აღარ იარსებებს ესეთი რაღაცა, რაც არის ქართული სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვიქნებით უბრალოდ დანამატი, როგორც ერთ-ერთი ძალიან უმნიშვნელო უბანი, ეხლა დიდ ქალაქებს უბნები აქვს ჩვენ ხალხო, აი როგორც უბანი, როგორც სახელმწიფო, როგორც უბანი, ასე ვიქნებით მიერთებული რუსეთის ფაშისტურ ფედერაციაზე.